ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყანა უკვე სხვა ერთეულს წარმოადგენს. ეგრეთ წოდებული SNG-ს ნაცვლად საქართველოს სახელი ამიერიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით წერია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შენობაში ქართული დელეგაცია განსხვავებული სტატუსით შევიდა. საკპატენტის ხელმძღვანელმა ნიკა გოგილიძემ გენერალური ასამბლეის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, რომ საქართველო კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ანუ იგივე DST-ს ჯგუფიდან ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფში გადავიდა. ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც დღეიდან საქართველოს დააფიქსირებს, ეს იქნება ერთობლივი ნამუშევარი პოზიცია შეთანხმებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ეს არ იქნება უბრალოდ მათი პოზიციის გაზიარება, ეს იქნება ერთობლივი ნამუშევარი, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად მიღწეული პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ორგანიზაციაში დღეს საქართველოს და ევროკავშირი ერთად მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნაწილ-ნაწილ შევდივართ ევროკავშირში და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით უკვე ევროკავშირში გაწევრიანებულმა საქართველომ გაეროს ვაიპოს შენობაში საგამოფენო სივრცის უმეტესი ადგილი დაიკავა. გენერალურ ასამბლეაში მონაწილე 188 წევრი ქვეყნის 1800-ზე მეტ დელეგატს საქართველოს ყველა კუთხისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ოსეთისთვის დამახასიათებელი ნაციონალური ტანსაცმლის, არქეოლოგიური აღმოჩენებისა და მუზეუმში დაცული უძველესი ნივთების დათვალიერების შესაძლებლობა 2 კვირის განმავლობაში ექნება. ქართული ანბანიკი, რომელსაც უახლოეს მომავალში იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს, გაეროს შენობაში გამოფენილი მუდმივად დარჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ყველაზე ეფექტური საშუალება არის ალბათ, რომ დელეგატებს წარუდგინო პატარა ნაწილი ქართული კულტურის და შეაგრძნობინო და აჩვენო მას თუ რამდენად ძველი, რამდენად თვითყოფადი, უნიკალური არის ქართული კულტურა. ქართული კულტურის უნიკალურობაში უცხოელები ანსამბლ რუსთავის მიერ შესრულებულმა ხალხურმა სიმღერებმაც დაარწმუნა. გამოფენა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შენობაში ქართული ღვინის ტრადიციული საჭმელების, მრავალჟამიერისა და ქართული მუსიკალური საკრავების ფონზე წარიმართა. ამაყება რომ ყველა სტენდთან სადაც ჩერდებოდნენ განსვიფრებულები უყურებდნენ საქართველოს მრავალ მხრივ წარმოჩნდა აი ამ თევანდელ დღეს მართლაც დამშვენებდა ქართული სიმღერა და რუსთავმა ეს მგონი გააკეთა. საქართველოს ასამბლეის დელეგატებს და დიპლომატებს ის პროდუქტები წარუდგინა, რომელიც ამა თუ იმ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით უნიკალურია და მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. რაც უფრო მეტი აქვს ქვეყანას მსგავსი გეოგრაფიული აღნიშვნა, მით მეტია ინტერესი მის მიმართ. ეს ჩემი პირველი შეხებაა ქართულ კულტურასთან. ძალიან მომეწონა თქვენი ყველი. ასევე მომეწონა თქვენი ნაციონალური ტანსაცმელი, თქვენი მუსიკა. ეხლა მივხვდი, რატომ არიან ქართველები ასეთი კარგი. ძალიან მიყვარს საქართველო. თქვენი სიმღერები არაჩვეულებრივია. უდიდესი სურვილი გამიჩნდა საქართველოში ვიმოგზაურო. საქართველოში უკვე იმოგზაურა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარი მაისში მიღებულ შთაბეჭდილებებზე დღესაც სიამოვნებით საუბრობს. ის ამბობს, რომ საქართველოში ყოფნით დიდი გამოცდილება მიიღო. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც გეოგრაფიულ ინდიკატორებს საერთაშორისო მასშტაბით იცავს. ჩვენი მიზანია ეს დაცულობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ჩავხტოთ ამ სისტემაში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა. საქართველო ისედაც ძალიან დიდარი და უნიკალურია გეოგრაფიული ინდიკატორების კუთხით. ჩვენი მუშაობის შედეგად კი ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი და დაპატენტებული პროდუქტის იმიტაციას სხვა ვერ შეძლებს. გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული აკადემიის გახსნას გულისხმობს. სასწავლებლის მიზანი სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გადამზადება იქნება, რომლებიც საკუთრების კუთხით მუშაობას შეძლებენ.